გახსოვთ როგორი იყო El Primo 2017 წელს? არც მე, მოდავრუნეთ 2017 წელს, როდესაც El Primo-ს არ ჰქონდა მართკუთხედი ფორმის შეტევა, როგორიც ახლაო. იგი გახდა კონუსური ფორმის, როზას მსგავსად. მაგრამ ეს შეიცვალა უკვე 2017 წლის 3 ივლისს. ის იყო ყველაზე სატანკო ბრაულერი თამაში და მას ჰქონდა 1300 HP, რომელიც მოგვიანებით გადაკეთდა და შეიცვალა 1400 HP-ად. როგორც წარსის ადრეულ დღეებში ბრაულერების HP და damage იყო 4-ჯერ ნაკლები იმასთან შედარებით, რაც ახლა არის. Supercell-მა შეცვალა ეს, რადგან თამაში უფრო დაბალანსებული იყო და El Primo-s HP ამის გამო 1400-დან 5600 HP-მდე გაზარდა. ორი კვირის შემდეგ მას ისევ გაუგზარდეს HP 5800-მდე. ამ დროისთვის El Primo იყო მხეცი game mode-ებში, Smash-სა და Grab-ში, რომელსაც ახლა ქვია Gem Grab-ი. სიცოცხლის მაღალი რაოდენობა და სუპერი, რომელიც შეეძლო გასაქცევად გამოეყენებინა, მას გასაოცარ ბრაულერად აქცევდა. Primo-s ერთადერთი პრობლემა იყო ის, რომ მას არ შეეძლო ოპონენტებთან მიპარვა, რადგან ის საკმაოდ ნელი იყო, მაგრამ მისი სისწრაფეც გაზარდეს. ახლა ის იყო ძალიან კარგი ბრაულერი ნებისმიერი game mode-ისთვის. 2018 წელი. ამ წელს ბევრი არაფერი არ მოხდა და რამოდენიმე ბალანსის ცვლილებას თუ არ ჩავთვლით. ამ ბალანსის ცვლილებების შედეგად El Primo გახდა ძალიან კარგი ბრაულერი Heist-ში. Heist-ი მაშინ გაცილებით განსხვავებული mode იყო. აქ იყო ერთი შემტევი გუნდი და ერთი მცველი გუნდი. შემტევ გუნდს ჭირდებოდა გაინადგურებინა სეიფი განსაზღვრული დროის განმავლობაში, რა დროსაც მეორე გუნდს, ანუ მცველ გუნდს ჭირდებოდა დაეცვა ის. ამავე წლის მაისში El Primo გახდა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი Heist-ში სათამაშოდ, რადგან ახლა უკვე ორივე თიმს ჰქონდა სეიფი. Heist-ის განახლების შემდეგ დაიბადა უკვე ახალი სტრატეგია, ბაზების რბოლა. ამ სტრატეგიის დანიშნულება ახლა ის იყო, რომ რაც შეიძლებოდა მალე უნდა გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის სეიფები. ამ მეთოდისთვის პოპულარული მებრძოლი ტანკი ბრაულერები, რომლებთაც შეეძლო დიდი ზიანის მიყენება, იყო Bully, Daryl და რა თქმა უნდა El Primo. ის სწრაფად გახდა Heist-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბრაულერი და გააგრძელა დომინირება Heist-ის მაპებზეც. ყველა ეს ასაძილო კი ის იყო, რომ Supercell-მა არ იცოდა El Primo-s სიამდვილეში რამდენი HP უნდა ჰქონოდა. 2018-ში მისი HP დაეცა 6000-დან 5800-მდე. შემდეგ 5600-მდე და ისევ 5800-მდე გაიზარდა. მისი ტიტულიც ორჯერ შეიცვალა, Rare-დან Common-მდე და Common-დან Rare-მდე. Supercell-ი აშკარად იბრძოდა ამ ბრაულერის დაბალანსებაზე. ჯამში ის 27-ჯერ დაიბაფა და დაინერვა. დროა გადავიდეთ 2019-ში. ეს იყო ის დრო, როცა Brawl Stars-ი გავიდა გლობალზე. 2019 მსგავსი იყო 2018-ის. მხოლოდ რამდენიმე რამ მოხდა, რასაც El Primo-ზე გავლენა არ მოუხდენია. ერთადერთი რაც ამ წელს მოხდა, იყო El Primo-s რემოდელირება. მის სკინებთან ერთად. მისი სკინების ფასიც საგრძნობლად გაიზარდა. El Rudo 30-დან 80-მდე, ხოლო El Rey 80-დან 150 ჯემი გახდა. ეს სკინები მანამდე იყიდეთ, სანამ ფასები გაიზრდებოდა, გილოცავ თქვენ საკმაოდ ბევრი ჯემი დაგიზოგავთ. ბოლო პერიოდში El Primo-s მეორე Star Power-იც დაემატა, რომელიც მას უმატებდა სისწრაფეს მისი სუპერის გამოყენების შემდეგ. სისწრაფე იზრდებოდა 32%-ით ბოლო 5 წამის განმავლობაში, მაგრამ მალევე დაუწიეს 4 წამსა და 28%-მდე. შემდეგ უფრო დაუქვეითეს 25%-მდე. მაგრამ კარგი რაც მოხდა ის არის, რომ ამავე წლის 3 დეკემბერს გამოვიდა El Brown-ის სკინი. არ მოგატყუებდა უფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სკინია, რაც თამაშში გამოსულა აქამდე. ამავე წლის პერიოდში ისეთი მაგარი აპდეიტებიც არ გამოსულა, რომელიც El Primo-s გაბრწყინების საშუალებას მისცემდა. თუმცა ამ პერიოდში გახდა საკმაოდ პოპულარული თიმერობა, მაგრამ El Primo-თვის მაინც არანაირი ხეირი არ იყო. გადავიდეთ 2020-ში. მარტში Primo-s დაემატა გაჯეტი, რომლის სახელია Suplex Supplement-ი. გაჯეტს შეეძლო, რომ El Primo-s ოპონენტები გადაეყარა თავისი მხრების ზემოდან. ამ გაჯეტის გამოყენებისას ოპონენტები ნებისმიერ შეტევას ან სუპერის გამოყენებას წყვეტდნენ. ხალხმა არ იცოდა, როგორ უნდა გამოეყენებინა ის და ამიტომ ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს გაჯეტი იყო ცუდი. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა არანაირი damage და არც სიცოცხლეს უმატებდა ბრაულერს. ეს ყველაფერი გაგრძელდა მანამ, სანამ მათ არ ისწავლეს კომბო შეტევების გამოყენება. სუპერი, გაჯეტი და შემდეგ შეტევა. ამ კომბოს წყალობით El Primo-სთან ბრძოლა საშინლად რთული იყო. მით უმეტეს მაშინ, როცა ის ზემოდან გაფრინდებოდა. მეტეორაში Star Power-ი ამ გაჯეტს ძალიან კარგად ეწყობოდა. ზედმეტად კარგადაც კი. ეს გაჯეტი საკმაოდ უნარიანია ბუჩქებშიც. გაჯეტზე თითის გასპამვით El Primo თავის ოპონენტებს მხრებს უკან მანამაგდებს, სანამ ის ოპონენტებს დაინახავს ბუჩქებში. ეს გაჯეტი ასევე კარგი იყო სახიფათო ბრაულერებისგან თავის დასაცავად. გაჯეტით გავისროდით უკან და საპირისპირო მხარეს გადავხდებოდით სუპერის. ან მათ შეეძლოთ პატარა არეალის დროს ისინი გადაესროლოთ კვამჩში. ამ მრავალუნარიან
მრავალწლიანი გაჯეტით ელ პრიმო გახდა ძალიან პოპულარული ყველა Game Mode-ში. უფრო მეტიც, ამ დროს ის იყო top 10 ყველაზე ნათამაშე ბრაულერებში. ის ასევე კარგი იყო Brawl Ball-ში შეტევისას და ასევე დაცვაშიც. მას შემდეგ რაც მას ჰქონდა ბევრი სიცოცხლე. იგი უკან აკდებდა ოპონენტებს და გარბოდა ბურთთან ერთად კარებისკენ. 2020 წლის ბოლოს პრიმო მიიღო ძალიან ბევრი ბაფი, რომელიც დაიხმარა მას გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ბრაულერი. დარტყმის რაოდენობამ დაიკლო 5-დან 4-მდე. ანუ 4 ბრაულერისთვის ერთხელ რომ გაგერტყათ მხოლოდ ელ პრიმო სუპერი ევსებოდა. ამ დროს ელ პრიმო იმდენად კარგი ბრაულერი იყო, რომ შეუძლებელი იყო მისთვის დიმეიჯის მიღებისას სუპერი სამატება. პრიმოს ასტეროიდის გაჯეტს უფრო დიდი აფეთქების რადიუსი აქვს, მაგრამ მას არავინ არ იყენებს, იმიტომ რომ მეორე გაჯეტი უფრო სახალისოა და ხალხიც მეტეორი გაჯეტს უფრო ადვილად იცილებს. გაჯეტი უნარიანია მხოლოდ კედლების დაგრევისთვის, ან სეიფის ექსტრა დიმეიჯის გასაკეთებლად ჰეისტში. ვიუბრუნდეთ ისევ სოლოს. სოლო შოუდაუნში თასების ამატების ერთადერთი გზა იყო თიმერობა. 800 თასამდე თავისუფლად დახვიდოდით თიმერობით. არანაირი წინაღობა არ ქონა ელ პრიმოს, მანამ სანამ 2021 წელი არ დადგა. ამ წელს ყველა Game Mode-ში დომინირებდნენ long და mid range ბრაულერები. ტანკები ამ დროს უსარგებლოები გახდნენ. არ შეეძლოთ ახლოს მისვლა და დიმეიჯის გაკეთება სუპერის შესავსებად. Supercell-მა ამ დროს გააძლიერა ერთი სპეციფიური ბრაულერების გუნდი, რა დროსაც სხვა გუნდები მთლიანად დარჩნენ სიმნელეში. სიმნელეში კი მოექცა ყველა close range tank ბრაულერი, როგორიცაა ფრენკი, ული, ჯეკი და რა თქმა უნდა ჩვენი მეგობარი ელ პრიმო. უნდა გაეკეთებინა Supercell-ს ისეთი, რომ ბრაულერებს მისცემოდათ ისევ შანსი. მართალია, ტანკის თვისება. ეს ბრაულერები ახლა უკვე ნელა იშევდნენ სუპერ დიმეიჯის მიღებისას. ამ ტანკ ბრაულერებს ახლა უკვე ჰქონდათ შანსის წინააღმდეგობის გასაწევად. თუმცა ერთი ბრაულერი იყო ისეთი, რომელმაც ცოტა სარგებელი მიიღო ამ ბაფი. ეს იყო ელ პრიმო. მისი სუპერი გასაოცრად სასარგებლო იყო, რათა გაქცეოდა და დაეკლო დიმეიჯი. ან ოპონენტებთან უფრო ახლოს მისულიყო. ნოკბეკ და ორივე star power-თან ერთად სუპერის გამოყენება პრიმოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ხალხმა სწრაფად დაიწყო გაანალიზება იმაში, თუ რამდენად კარგი იყო ის შოუდაუნში სათიმეროდ. მისი დიდი სიცოცხლე და მთლიანი კიტი მას აქცეოდა გასაოცარ სათიმერო ბრაულერად. ელ პრიმოებმა დაიწყეს მაპის დომინირება და კლავდნენ ყველას, ვინც არ იყო ელ პრიმო. ბევრმა დაიწყო პრიმოს აყვანა მაღალ რანკებზე, მას შემდეგ რაც მარტივი გახდა მოგება. თვეების განმავლობაში შოუდაუნს განაგებდა მხოლოდ ერთი ბრაულერი და არავის არაფრის გაკეთება არ შეეძლო მის შესაჩერებლად. ამ დროის განმავლობაში ტანკების თვისება საბოლოოდ გატყდა და Supercell-მა დანერფა 10%-ით, მაგრამ მაინც პრიმოს Supercharge Rate მაინც ძალიან მაღალი იყო. არ ჭირდებოდა მხოლოდ 9 დარტყმა სუპერის ასავსებად, რაც იმას ნიშნავდა, რომ მხოლოდ 2 ტყვია ჭირდებოდა სუპერის ასავსებად. პრიმოები ერთმანეთს აკლებდნენ დიმეიჯს და მარტივად ივსებდნენ სუპერს წამებში. ბრაულერებს კი სადღაც 30-45 წამი ჭირდებოდა სუპერის შესავსებად. ამოვიდგინეთ, რა ძლიერი ბრაულერი იყო ამ დროს ელ პრიმო. ძირითადად ყველა მოვუჩი კარგი იყო, მანამ სანამ მაპზე უამრავი ბუჩქი იყო, რათა დამალულიყო და ადვილად მიბაროდა ოპონენტებს. სამწუხაროდ პრიმოს წვეულება დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი Supercharge Rate-ის შეტევა მასიურად დაინერფა 9 დარტყმიდან 15-მდე. ამან კი შეაჩერა ელ პრიმოს ლაშქრობები შოუდაუნებში, მაგრამ მაინც ის ძალიან პოპულარული იყო. ბრაულერებს მასთან ვერაფრის გაკეთება ვერ შეეძლო. მის წინააღმდეგ თვით შელიც კი ვერაფერს ვერ აკეთებდა. Supercell-ს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ ელ პრიმო ცუდი იყო 3-3-ზე მოუდებში. მაშინ გადაწყვიტეს მათ, რომ ისევ გაეზარდათ მის Supercharge Rate და ამჯერად 16 დარტყმიდან 12-მდე დაწიეს. ახლა კი უკვე სუპერის შესავსებად 3 დარტყმა გაიყო საჭირო. იმამ რაღაც პერიოდი გაქრობა დაიწყო და ინახამ გაქრა კიდეც. მაგრამ 2020 წლის ბოლოს Supercell-მა პრიმოს სუპერის დიმეიჯი გაზარდა 20%-ით, მაგრამ დიდი განსხვავება მაინც არ იყო. დროს უკვე ძირითადი დომინირება გადავიდა long range ბრაულერებზე, რადგან მათაც ჰქონდათ ახალი შესაძლებლობები. ეს ხდებოდა 3-3-ზე Game Mode-ებში, რა დროსაც პრიმო უკვე საერთოდ აღარ იყო კარგი ბრაულერი. ახლა 2023 წელია და ბრაულერი პრიმო უბრალოდ არსებობს. ის საშუალო დონის ბრაულერია. მისი ბრაულერის დონი არის CNB, რაც რა თქმა უნდა საერთოდ არ არის კარგი. ამ წელს არ მინახავს, რომ ბევრი ბრაულერი თამაშობდეს პრიმოთი. მას მხოლოდ ხედავ Brawl Ball-ში ან Showdown-ში, მაგრამ აქაც ვეღარ იბრძვის უკვე. რადგან ბევრ ბრაულერს აქვს უკვე კარგი შესაძლებლობები და საკმაოდ კარგ დიმეიჯს აკეთებენ. რამოდენიმე თვის წინ იყო შელისა და კორდელიუსის მუქარა, თუ მასთან ახლოს მოხდებოდი. მაგრამ ალბათ იმაში ყველა დამეთანხმებით, რომ ტანკის თვისებამ პრიმო ნამდვილად გადაარჩინა. დაუბრუნდება პრიმო ისევ თავის მწვერვალს ვითომ? ახლა უბრალოდ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ მომავალში რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში დღეისთვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს მოგეწონათ, არ დაგავიდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.